ვფიქრობ, რომ ეს რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში, პირველ რიგში არის ძალიან მტკივნეული ქართული ოცნებისთვის აემოცემულ მომენტში, ხო, როდესაც ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ძალიან აქტიურად ცდილობენ დაარწმუნონ საკუთარი ამომრჩეველი, რომ მათ აქვთ რაღაცა რესურსი, გადატვირთონ ურთიერთობები დასავლეთთან, აგრძელებენ მოტყუებას საზოგადოების, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილის დღის წესრიგი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება და ევროპასთან ურთიერთობების, ასე ვთქვათ, ჩამოშლაში, მე ვიტყოდი, არანაირი წვლილი არ მიუძღვის ივანიშვილის რეჟიმს და როდესაც მსგავს რეზოლუციას იღებს საფრანგეთი, ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეც არის მათ შორის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მხილება, ხო, ქართული ოცნების ტყუილის და ტყუილი პროპაგანდის და დინამიკა, რომელიც იქნება დღეს ევროპასთან ურთიერთობებში, აბსოლუტურად საწინააღმდეგოა იმ ამოცანის, რომელიც ივანიშვილმა დაუყენა საკუთარ ქვეშევრდომებს, მე გუნდს ვერ დავარქმევ, ამას მას ყავს ქვეშევრდომები, რომლებსაც ჩემი აზრით ივანიშვილი თხოვს დღეს ორ რამეს. რომ ისე რომ არაფერი არ შეიცვალოს საქართველოში, გაგრძელდეს ავტოკრატიული, ასე ვთქვათ, განვითარების გზით სიარული, გაგრძელდეს ევროპული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ინსტიტუციების ლანძღვა და ამის პარალელურად მოხდეს ივანიშვილის, მე ვიტყოდი, რაღაცა ამოღება რუსეთის მოკავშირეების წინიდან თუ მასზე როგორც მინიმუმ წნეხის, შემდგომი წნეხის შეჩერება. ამ დავალებას, რა თქმა უნდა, რომ ვერავინ ვერ შეუსრულებს მას, იმიტომ რომ ეს არის ბუნებრივად შეუძლებელი და ამ რეზოლუციამ ეს ძალიან ნათელი გახადა და სწორედ ამიტომ ანერვიულდა ესე ქართული ოცნება. გარდა ამისა, ცხადია, რომ ეს იქნება ძალიან დიდი დინამიკის ცვლილება, თუ უკვე საფრანგეთი გადაწყვიტავს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში მიიღოს შესაბამისი სანქციები ოლიგარქის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ამას შემდგომ ცხადია, რომ მიყვება ჯაჭვური რეაქცია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. ბატონ სალომე, ჩვენ ვხედავთ, რომ ტონი ყოველი რეზოლუციის, რომელსაც იღებენ იგივე ევროპარლამენტში თუ სხვა ევროპულ სტრუქტურებში, გაცნობთ, რომ მკაცრი და მძიმე არის, ვიდრე მანამდე მიღებული რეზოლუციები და ამ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ ეს ტენდენციას ვხედავთ, რომ ეს უკვე გაცდა მხოლოდ გაფრთხილებების ფორმას ქართულ ოცნების მიმართ, პირდაპირ არის მოთხოვნები, რა უნდა გააკეთოს ევროკომისიამ იმისათვის, რომ შეაჩეროს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა, როდემდე გაუძლებს ქართული ოცნება ასე წნეხს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს საბოლოო ჯამში არ დასრულდება მხოლოდ რეზოლუციებით და მხოლოდ დიპლომატიური ენით, ამას მოყვება გარკვეული ძალიან მკაცრი ზომებიც ევროპის მხრიდან. მართალი ხარ, ზალიკო, ეს ნამდვილად ესეა, ჩვენ ვხედავთ დინამიკას და ეს დინამიკა განისაზღვრება პირველ რიგში იმით, რომ ივანიშვილის რეჟიმი დღეს არის უკვე ღიად მხილებული მთელ რიგ დანაშაულებში, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გავიხსენოთ და რაღაც ხანდახან არ ვახსენებთ საკმარისად იმ დასკვნას, რომელიც დადო ეუთოს მოსკოვის მექანიზმმა ამ ხელისუფლების ქმედებასთან მიმართებაში, რომელიც პირდაპირ ქმნის სამართლებრივ პასუხისმგებლობის საფუძველს საერთაშორისო ასპარეზზე ამ რეჟიმთან მიმართებაში. ანუ პირველი ეს რეჟიმი არის უკვე მხილებული, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი, საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმი და შესაბამისად ეს არის რეაქცია ევროკავშირის. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი არის დინამიკა, რომელიც დღეს არის შექმნილი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან მიმართებაში, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც კეთილი ნება გამოხატა ევროპამ და მოგვანიჭა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი, მათი ლოგიკა სწორედ ის იყო, საქართველოს მეგობრების ლოგიკა იყო ის, რომ ჩვენ ისტორიული ფანჯარა გაგვეხსნა მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად და ეს ფანჯარა მიუხედავად იმისა, რომ ყველა ხედავდა ვითარებას ქვეყანაში, ჩვენ მაინც გაგვიხსნეს, რომ ჩვენ სწრაფად, ასე ვთქვათ, დავძრულიყავით წინ ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. ამის საპასუხოდ მიიღეს ქართული ოცნების მიერ გაუქმებული პროცესი გაწევრიანების, მიიღეს თავდასხმა ევროპულ ინსტიტუციებზე და ყოველდღიურ რეჟიმში აღვირახსნილი ლანძღვა, მე ვიტყოდი, ევროპული პოლიტიკური ინსტიტუციების და ცხადია, რომ ამ ვითარებაში ყველა ხედავს, რომ დემოკრატიული გადატვირთვის გარეშე საქართველო მიემართება უფსკულისკენ, მიემართება
კიდევ უფრო გაზრდილი სიღარიბისკენ, დაუცველობისკენ, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით შემდგომი გამოწვევებისკენ ჩვენ ვხედავთ რა ხდება ანექსიის პროცესის გაღრმავებას, რაც შეეხება და შეუფერხებლად მიდის წინ პროცესი. ამიტომ დღეს ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მეგობარი ხვდება, რომ ივანიშვილზე წნეხის გაზრდა დემოკრატიული გადატვირთვის უზრუნველყოფის მიზნით არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი და თქვენ შეკითხვას რო უპასუხო, მე ვფიქრობ, რომ ერთადერთი კარგი გამოსავალი, რომელიც დღეს რჩება, კიდევ შეიძლება ძალიან პატარა, მაგრამ ფანჯარა არსებობდეს ივანიშვილისთვის, ეს არის, რომ სასწრაფოდ დაინიშნოს ახალი სამართლიანი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები და მოხდეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის აღდგენა და დემოკრატიული პროცესით უკვე ქართველი ხალხი თავად დააბრუნებს საქართველოს სწორი განვითარების გზაზე. მე ამაში ვარ დარწმუნებული. თქვენ ახსენეთ მოსკოვის მექანიზმი. მოსკოვის მექანიზმიც ეს ძალიან მტკივნეული თემა არის ქართული ოცნებისთვის და რა იყო ამის პასუხი ქართული ოცნებისგან? დააკავეს 5 მოქმედი და ყოფილი სპეცრაზმენი და მათ წაუყენეს ბრალდებები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. მე დარწმუნებული ვარ, თავად ქართულ ოცნებაში ძალიან კარგად იციან, რომ ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის არაფერს არ ნიშნავს 5 სპეცრაზმენის დაკავება, როდესაც მხოლოდ პროკურატურის ოფიციალური მონაცემები, ვისაც დაზარალებული სტატუსი აქვს მინიჭებული, 170-მდე ადამიანი არის და ისე რეალურად 300-ზე მეტი დაზარალებული ყავს აქციების დროს. მაშინ რისი თქმა უნდა ამით ქართულ ოცნებას? ეს არის გარკვეულწილად ბარტყების გადაგდების პროცესი, თუ ეს არის რაღაც პროცესის დასაწყისი, სადაც ქართული ოცნებას კიდევ აქვს განზრახული, რომ წავიდეს, ასე ვთქვათ, იმ მოთხოვნების შესრულებაზე, რომელსაც მას უყენებენ. ხო, ისეთ რა ახლა პირველ რიგში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის უნდა გვესმოდეს, რომ ვერავის ვერ მოატყუებს რეჟიმი, რომელმაც აი დღესაც გუშინწინაც ტროტუარზე დგომისთვის დააკავა ახალგაზრდა ქალები, სტუდენტები, რამოდენიმე, მე მგონი 4 ადამიანი იქნა, ხო, დაპატიმრებული სულ რამდენიმე დღეში ტროტუარზე დგომისთვის. ქვეყანაში რჩება უამრავი პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი და რეპრესიები, ასე ვთქვათ, არათუ არ ჩერდება, არამედ რეპრესიები გრძელდება და მათ შორის რეპრესიის საფუძველი სულ უფრო ხდება, ასე ვთქვათ, რაღაც გამარტივებული, ხო? ეხლა ამ ვითარებაში რამდენიმე გამოცხადებული მოძალადის დასჯა, როდესაც სისტემურ დანაშაულზე არის საუბარი და აქ პირველ რიგში საუბარი არის პოლიტიკურ დაკვეთაზე, რომელიც იქნა გაცემული როგორც უკანონო დარბევების, ასევე უკანონო ნივთიერების სავარაუდოდ გამოყენების თვალსაზრისით მოქალაქეების წინააღმდეგ და მთელი რიგი სისტემური დანაშაული. აქ ძალიან ცხადია, რომ რამდენიმე ადამიანის დაკავებით ვერავინ ფონს ვერ გავა. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილს აქვს რაღაცა ილუზიები, იმიტომ რომ მე მჯერა, რომ მას დღეს იმ ფონზე, რაც არის საერთაშორისო ასპარეზზე შექმნილი, დამატებითი წნეხი ნამდვილად არ სჭირდება, ანუ მარტივად რო თქვა, მას არ უნდა, რომ დაუწესონ დამატებითი სანქციები, მეტიც მას უნდა, რომ ის სანქციაც გაუქმდეს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მას დაუწესა, მაგრამ ჩვენ ნახეთ, რომ დიახ, იყო ჩამოსული ამერიკული დელეგაცია, ამ დელეგაციამ ძალიან ნათლად თქვა, რა არის მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენს ქვეყანაში და ეს არის სწორედ კანონის უზენაესობა სხვა საკითხებს შორის და ამიტომ არავინ არ განიხილავს არანაირი სანქციის გაუქმებას ივანიშვილისთვის და რაც შეეხება მისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას, ეს პოლიტიკური პროცესი რო წინ მიდის, ეს დადასტურდა კიდევ ერთხელ მათ შორის საფრანგეთში განვითარებული მოვლენებით და ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ დღეს ძალიან შემაშფოთებელი ამ რეჟიმისთვის და რატომ იტყუებს თავს ან თავად ბიძინა ივანიშვილი ან მისი რეჟიმი, თუ მისი ქვეშევრდომები ატყუებენ, რომ მსგავსი ფსევდო რაღაც მოძრაობებით, როგორიც არის რამდენიმე ადამიანის დაკავება, ის თავს დაიძვრენს, მე არ ვიცი და ამიტომ დაუბრუნდები ისევ ჩემს, ასე ვთქვათ, მოსაზრებას, რომ რა თქმა უნდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ივანიშვილი ამ ჩიხიდან, რომელშიც ის შევიდა და რომელშიც შეიყვანა საქართველო, რომელიც დღეს კარგავს ისტორიულ შესაძლებლობას, აი ჩვენ ხედავთ, რომ უკვე საუბარია, რომ უნდა გაიხსნას ყველა თავები მოლაპარაკებების უკრაინასთანაც და დაჩქარებულად უნდა წავიდეს პროცესი მოლდოვის და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების და საქართველო ამ დროს აბსოლუტურად ამოვარდნილი არის ამ პროცესიდან და ეს შეიძლება მხოლოდ შეცვალოს
ახალმა არჩევნებმა, რომელიც მოახდეს ქვეყანაში დემოკრატიულ პოლიტიკურ გადატვირთვას. ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის ბრუსელიდან გზავნილები, მათ შორის ევროპარლამენტის მხრიდან, რომ ევროკომისიამ დააგვიანა რეაგირება, მათ შორის უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდანაც ევროკავშირის ქვეყნების. ეს გზავნილები ნიშნავს თუ არა იმას, რომ ახლა ევროკომისიაზე უფრო გაძლიერდება ზეწოლა თავად ევროპარლამენტის მხრიდან იმისათვის, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაეცეს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ფიქრობ ყველა დარწმუნდა მათ შორის ევროპაშიც, რომ მხოლოდ საუბრით და დიალოგით ქართულ ოცნებასთან არაფერი არ გამოდის და ქვეყნის ეგ დემოკრატიული უკუსლა უკან მიდის. სწორედ ამიტომ არის შეწყვეტილი დღეს ყველანაირი პოლიტიკური დიალოგი საქართველოს დღევანდელ რეჟიმთან და ილუზია არის საქართველოს ცდილობენ ისინი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ დახურულ კარს მიღმა მათ ძალიანაც უნდათ რომ დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას რომ გააგრძელონ და უსჯელოთ ხალხის მოტყუება რომ ევროპული დღის წესრიგი აქვს და რეალურად არაფერი არ გააკეთონ მაგრამ ასე ვთქვათ ვიზუალურად შეიქმნას რაღაცა ოპტიკური სურათი რომ მათ აქვთ ურთიერთობა ევროკავშირთან მაგრამ დღეს ისინი ამას ვერ ახერხებენ სწორედ იმიტომ რომ დღეს რეჟიმის რეალური ასე ვთქვათ სახე არის ხილებული. რაც შეეხება ევროკავშირის რეაგირებას, ახლა ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის მათ შორის შესაძლებლობები არის გარკვეულწილად შეზღუდული და როდესაც არის ძალიან მძიმე კრიზისი საერთაშორისო ასპარეზზე, ხშირად მათ უჭირთ რესურსების, ასე ვთქვათ, მიმართვა სხვა მიმართულებითაც. ამიტომ ცხადია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე წლებია გრძელდება და ის პროცესები, რაც ევროკავშირში მიდის, ახალი ფაქტიურად გადატვირთვა ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის და სხვადასხვა მოითხოვს უზარმაზარ რესურსებს. ამიტომ მარტივად რო ვთქვათ, საქართველოს ვერ მოხვდა პრიორიტეტების სიაში გასული რამდენიმე წლის მანძილზე, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს იცვლება, მათ შორის ეს იცვლება იმიტომ, რომ მოიხსნა შემაკავებელი ფაქტორი, როგორიც იყო ის, რომ ევროკომისიას არ ქონდა შესაძლებლობა განსახილველად გამოეტანა საქართველოსთან დაკავშირებით რაიმე პოლიტიკა, იმიტომ რომ იცოდა, რომ ეს დაიბლოკებოდა უნგრეთის წარმომადგენლობის მიერ, იმიტომ რომ კომისიას შეუძლია წარადგინოს პოლიტიკური გეგმა, მაგრამ უნდა დაამტკიცონ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა. ეხლა ეს დინამიკა არის შეცვლილი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ გააქტიურდა საქართველოს დღის წესრიგი, გააქტიურდა როგორც იმის გათვალისწინებით თუ ასე ვთქვათ, როგორ მიდის რუსეთ-უკრაინის ომის დინამიკა, გააქტიურდა მათ შორის თავად უკრაინას, სწორედ იმიტომ, რომ დღეს არის ახალი პოლიტიკური რეალობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც ჩვენ უახლოესი თვეების მანძილზე ვიხილავთ ბევრად უფრო აქტიურ ნაბიჯებს და პოლიტიკას. და ამის, ასე ვთქვათ, აქედან გამოძრომა ეს პოლიტიკა იქნება იმგვარი, რომ არანაირი ილუზია არ შეიძლება დღევანდელ მმართველ რეჟიმს ჰქონდეს, რომ რაიმე მე ვიტყოდი კოსმეტიკური მოძრაობებით ის შეძლებს, რომ ასე ვთქვათ, თავი დაიძვრინოს და დაუბრუნდეს რაღაცა ნიშნულს ევროკავშირთან ურთიერთობების, რომელიც არსებობდა სანამ კობახიძე გამოაცხადებდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას და ივანიშვილი რუსული კანონის, მთელი რიგი რეპრესიული კანონების მიღების გზით ევროპას განუცხადებდა, რომ აღარ სურს მის რეჟიმს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება. ბატონ სალომე, უკრაინის ბოლოდროინდელი ინიციატივები, მათ შორის ზელენსკის შეხვედრა კობახიძესთან და საუბარი რამდენიმე წუთიანი. შემდგომ ზარი უკვე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის და გუშინ გავიგეთ, რომ მოლდოვაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს, რომ შეხვდეს მაკაბოჭორიშვილს და კონკრეტული საკითხები განიხილოს. რას ნიშნავს ეს? ანუ რატომ არის უკრაინის ინტერესში დღეს, რომ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე ქართულ ოცნებასთან დიალოგი გახსნას? მარტივია, პირველ რიგში თუ უკრაინის ინტერესებზე ვსაუბრობთ, აქ ვფიქრობ, რომ უკრაინის ინტერესშია, რომ რეგიონში რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო გამოგლიჯოს რუსეთის, ასე ვთქვათ, გავლენის სფეროს, იმიტომ რომ არის თუ არა უკრაინის და ზოგადად, ხო, ასე ვთქვათ, თავისუფალი სამყაროს ინტერესში ის, რომ მაგალითად სომხეთი დღეს აღარ არის რუსეთის საყრდენი სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, რომ არის. ამიტომ ის, რომ დღეს და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას რო არ უნდოდეს ეს დიალოგი არ შედგებოდა. ამიტომ ჩვენ
პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რომ ივანიშვილსაც სჭირდება ეს დიალოგი, სწორედ იმის გამო, რაც ჩვენ დავიწყეთ თავში საუბარი, რომ მას ნამდვილად არ სურს დამატებითი წნეხის ქვეშ კიდე, ასე ვთქვათ, მოექცეს და შესაბამისად ეს ურთიერთობები, რომელიც მე არ ვიცი რითი დასრულდება, მაგრამ ამ ეტაპზე უკრაინის ინტერესია, რომ საქართველოს, ასე ვთქვათ, რუსეთის კალათიდან, რომელშიც ჩვენ დღესაც და გუშინაც რუსეთის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს, რომ ჩვენიანები მართავენ საქართველოს და ევროკავშირს, ასე ვთქვათ, არ უსმენენო, რომ ეს ვითარება შეიცვალოს და გარდა ამისა არსებობს მთელი რიგი საკითხები, იმიტომ რომ შავი ზღვის რეგიონში უნდა შეიქმნას ახალი პროექტები, მათ შორის დაკავშირებადობის, რომელიც უკრაინის უსაფრთხოებისთვის და რეგიონის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია და ცხადია, რომ მათ შორის ამ თემებზე საუბარი უკრაინისთვის არის მნიშვნელოვანი იმ ხალხთან, ვინც დღეს მართავს ქვეყანას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ილუზია არსებობს ამ რეჟიმის რეალურ შინაარსთან მიმართებაში, მაგრამ რაიმე პოზიტიური დინამიკა თუ შეიქმნება, საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ, რომ საქართველო აქედან მხოლოდ პოზიტიურს მიიღებს, თუმცა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ მე არ ვიცი ეს რითი დასრულდება. ბოლოს მინდა კითხოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის დუმამ დღეს დაამტკიცა, რაც ირიბად პრაქტიკულად ანექსიას ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების, ყოველ შემთხვევაში აქეთკენ მიდის ყველაფერი. და სრული დუმილი საქართველოს მხრიდან, მაშინ როდესაც ნებისმიერ ევროპარლამენტარის განცხადებაზე საგარეო საქმეთა სამინისტრო რაღაც განცხადებებით გამოდის და გმობს, ასე ვთქვათ, ამ მიმართებად საერთოდ არ გვინახავს არაფერი. ანუ ერთის მხრივ ცდილობენ, რომ თითქოს თავი დაუხარონ რუსეთს, მაგრამ რაც უფრო მეც თავს უხრი, მით უფრო მეტად ჩაგრავს. პრაქტიკულად ეს არის დღეს რუსული პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებს პუტინი. სამწუხაროდ ეს არის რეალობა, რომელიც მოიტანა ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკამ, რომელიც ფაქტიურად გულისხმობს რუსეთის ყველა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი მოთხოვნის შესრულებას, ისე რომ ამაში ვერაფერს ვერ იღებს ჩვენი ქვეყანა. რუსეთი ანექსიის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიების სამწუხაროდ ჩემი აზრით დააჩქარებს, იმიტომ რომ რაც უფრო უახლოვდება შესაძლო დასასრულს რუსეთ-უკრაინის ომი, მით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რომ გაიმყაროს ის, ასე ვთქვათ, დაპყრობილი ტერიტორიები, რომელიც მან უკვე დაიპყრო და ესეთი ორი რეგიონი აქვს მას ჩვენს ქვეყანაში ოკუპირებული, ამიტომ ანექსიის პროცესი რო წინ მიდის, ამას ლოგიკური ახსნა აქვს რუსეთის პოზიციიდან, მაგრამ საქართველოს მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ დღეს რო ჩვენ ყავდეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ემსახურება საქართველოს ინტერესებს. რა თქმა უნდა, დღეს არამხოლოდ ამაზე განცხადება იქნებოდა გაკეთებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არამედ ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება იქნებოდა ყველა ჩვენი მოკავშირისგან. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ დაგვტოვეს მოკავშირეების გარეშე, ჩვენ დაგვტოვეს აბსოლუტურ იზოლაციაში, დღეს ჩვენ ვართ კიდევ უფრო მეტად დაუცველი აი იმ ხელისუფლებამ, რომელიც გვესაუბრება წლებია რაღაცა მშვიდობაზე და მოგონილ რაღაცა პრაგმატულ ურთიერთობებზე რუსეთთან, ჩვენ დაგვტოვა აბსოლუტურად მარტო მსგავს ვითარებაში და ეს არის გამოხატულება, ხო, ამისი, რომ არც საიდან ხმა არც საქართველოს ხელისუფლებისგან და როდესაც ხელისუფლება გვყავს ჩვენ, რომელიც პირდაპირ ხელს უწყობს ანექსიის პროცესს საკუთარი პოლიტიკით, რა მოლოდინი შეიძლება ჩვენ გქონდეს, რომ ვინმე მით უმეტეს ის დასავლური სამყარო, რომელთანაც პირდაპირ დაპირისპირებაში შევიდა ივანიშვილი, დღეს რაიმე ნაბიჯს გადადგავს ჩვენს დასახმარებლად. რეალობა არის ეს შედეგი ივანიშვილის პოლიტიკის, რომ ჩვენ დღეს ვართ ბევრად დამოკიდებული რუსეთზე, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით და ეს ყველაფერი გაღრმავდება და სამწუხაროდ არაფერი კარგი წინ რუსეთს რო არ ელოდება, აი ამ ნანგრევებში რომ ჩვენც მოვყვეთ კიდევ ერთხელ, ამისი საფრთხე ყოველდღიურად იზრდება და ამიტომ არის აუცილებელი ამ ქვეყნის გადასარჩენად, ჩვენი უსაფრთხოების, ქვეყანაში მშვიდობის განსამტკიცებლად და ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად ამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით, რაც შეიძლება სწრაფად.